მოგესალმებით. დღევანდელი ერთგვარი განცხადებით მინდა ვუპასუხო ბატონი კობახიძის გუშინდელ კომენტარს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც მან გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში. უპირველეს ყოვლისა უკვე მე რამდენად ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. მან საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში. გუშინდელი განცხადება, მისი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა მოგეხსენება ევალება თავად მოსამართლეს და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. და თავად მოსამართლეს და პროკურორსაც კი ეკრძალება იქამდე ვიდრე განაჩენი არ შევა კანონიერ ძალაში რაიმე გარემოებებზე ისაუბრონ დადასტურებით და დარწმუნებით, რომ ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ის ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი ბატონი კობახიძის კომენტარები არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას. მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას. კონკრეტულად მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა პირველი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, შემდეგ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, მისი დარკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი და შემდეგ მან ბრძანა, რომ მისი დარკვეთა იყო პოლიცielis ღირსების შელახვა. ამ ფრაზებიდან ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა. როგორც მან თავად ბრძანა სხვათა შორის, მაგრამ მის და გასაკვირად მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. შემდეგ მან ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიცielis ღირსების შელახვა. შესაბამისად, მას ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩვენს ქვეყანაშიც დღემდე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხდება პატივის და ღირსების დაცვა და არა სისხლის სამართლის წესით, ისე როგორც ეს მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა. სწორედ ამიტომ არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა მზია ამაღლობელის ბრალდების საქმის და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან. დიახ, პოლიცielis შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით და კერძოდ კი მზიასთვის ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაწევის პირობებში. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა დააბრალა ბატონმა კობახიძემ მზიას გუშინდელი განცხადებით. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით. ეს არის სრული სიცრუე და ეს არის სიცრუე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას მზიას მხარე და დაცვის მხარე. არამედ ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი ბრალდების დადგენილების თანახმად, ისე როგორც ეწერია ბრალდების დადგენილებაში და ისე როგორც პროკურატურა ამას ამტკიცებს მიმდინარე სასამართლო განხილვებისას, მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი. რა სხვაობაა პირადი მოტივებით მოქმედებასა და სხვისი დავალებით მოქმედებას შორის, იცის ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა. ამიტომ არ შევუდგები აქ ამის ახსნას. გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულებაც კი. შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა. თუ კი ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა ეთერში და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა ან პროკურორებმა, მოვუწოდებ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, თუ რა იცის ამ დავალების შესახებ და კონკრეტულად რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო ეს დავალება და რას შეეხებოდა ეს დავალება.
სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მოახდინონ მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია. მაგალითად, საჯარო სივრცეში არსებობს როგორც თავად ყობახიძის, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების არაერთი განმარტება, რომ მზიამ ეგრეთ წოდებული სტიკერი მიაკრა პოლიციელ ზურგზე. ამ განცხადებას ტირაჟირებდნენ არაერთ მათ საჯარო გამოსვლაში, რაც ასევე სიცრუეა. და ესაც სიცრუეა არ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომხდარა და ან იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ასე. არამედ იმიტომაც, რომ ამგვარი პრეტენზია მზიას მიმართ არც პოლიციას ჰქონია და არც პროკურატურას. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის, მათ არაერთ კომენტარში ემტკიცებინათ, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა პოლიციელ ზურგზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან სტიკერი მიაკრა პოლიციის შენობის ღობეზე, კონკრეტულმა სპიკერებმა კი ღობე შეცვალეს პოლიციელის ზურგით და ისე მიაწოდეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას უხერხულობის განცდაც არ ჰქონიათ და უფრო მეტიც შემდგომ არც ერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია ამ სიცრუის არაერთხელ ტირაჟირებისათვის. საზოგადოებას მოიხსენება, რომ ამჟამად ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზიას არ აკმარეს უკანონო დაკავება, ძალადობა, შეურაცხყოფა, ყალბი დოკუმენტების შედგენა, ისეთი სამართალდარღვევების ჩადენის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია, მას არ აკმარეს უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება და ბრალდებით მანიპულირება. ყოველ პროცესზე ცრუ მოწმე პოლიციელების წარმოდგენა რიგრიგობით, არაერთი მათგანი გამოვკითხვეთ უკვე. ამას დამატებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი და იმგვარი კომენტარი, რომლებიც ასეთი ხელაღებით არღვევს მის უფლებებს და ადასტურებს სწორედ იმას, რომ სამწუხაროდ, დიახ და დადასტურებულად მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით. საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოში გაიგზავნება მოკლე დროში, განცხადება ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა ვინაიდან მზია ამაღლობელის საქმეში დარღვევები იმდენად ფართო სპექტრის არის, მის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის თითქმის ყველა მუხლი და ეს თითქმის ყველა მუხლი დარღვეულია არაერთი ასპექტით. ამიტომ ამ საჩივარზე მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, დასრულება და განახლება, ვერ ვასწრებ დარღვევების დაფიქსირებას, რომ ახალი და ახალი დარღვევა ემატება. თუმცა უახლოეს დღეებში დასრულდება ამ ეტაპზე ეს საჩივარი და უახლოეს დღეებში გაიგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ეს იყო განცხადება, რისი გაკეთებაც სურდა, თუ რაიმე კითხვა გაქვთ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით გიპასუხებთ, თუ არა და შეგვიძლია დავასრულოთ. მე მაქვს კითხვა თან თუ შეიძლება. ესე იგი, ყველა იმ გარემოების მიუხედავად, რაზეც ისაუბრეთ, რომ მზია ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამის მიუხედავად უკვე 3 თვეზე მეტია პატიმრობაშია და ერთ-ერთი თქვათ პოზიცია არის მისი დაცვის და ასე ვთქვათ მედიის, რომელსაც წარმოადგენს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ასე ვთქვათ, საქმე მისი როგორც მედია მენეჯერის, მისი როგორც ჟურნალისტის მიმართ. ირაკლი ყობახიძის და არ არის მარტო ირაკლი ყობახიძე, ქართული ოცნების სხვა ლიდერები, მდინარაძე, სხვაებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ ხოლმე. ფაქტად საუბრობენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ნუ ხო რაღაც სხვა გარემოებზე საუბრობენ, რომელსაც ბრალდება საერთოდ არ აპელირებს სასამართლოში. ხო არ მიანიშნებს და ეს ხომ არ შეიძლება იყოს დამატებითი არგუმენტი უკვე სტრასბურგისთვის, რომ ეს საქმე მართლა არის პოლიტიკურად მოტივირებული და გარდა იმ სამართლებრივი ჩარჩოების, რაც სასამართლოში განიხილება, სხვა რაღაცა შლეიფებიც მოყვება ხოლმე საჯარო დისკურსში ამას. თავისთავად ცხადია, სწორედ ასეა, სასამართლოზეც არაერთ ვისაუბრეთ ამაზე, სწორედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების აი ასეთი მომდევნო კომენტარები სიცრუის ტირაჟირება ემსახურება სწორედ იმას და მუდმივად პოზიციონირება ესეთი კატეგორიული განმარტებები, სწორედ მზია ამაღლობელის ასე ვთქვათ პატიმრობის, კაცრად დასჯის, მისი ესეთ ყლეობაში ყოფნის სასარგებლოდ, მიუთითებს სწორედ იმას, რომ მისი ბრალდების საქმე ცალ-სახად ორკესტრირებულია, ეხლა ჩვენ არაერთ დარღვევაზე ვსაუბრობთ უშუალოდ სასამართლო პროცესზე და იქ მეტად შეიძლება ამ დეტალების მოსმენა. დიახ, ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ სტრასბურგის სასამართლოში. სწორედ ეს არის ის მუხლი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ მზია ამაღლობელის საქმე გახლავთ პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული სწორედ.
და მისი უკანონო ბრალდების უკრად ადამიანს რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული და იმყოფება პატიმრობაში უკვე თავისთავად ეს გარემოება მიანიშნებს იმას რომ ამის უკან არის რაღაც სხვა განზრახვები და სხვა მოტივები და არა კონკრეტული ბრალდება. კი ბატონო, და კიდევ ერთი ეს კონტექსტი რომ გამოვაცალო, თქვა რომ არ იხებოდა ეს მზიას საქმე და ეს ამბავი რომ იყოს ზოგადად ხელისუფლების მაღალ ჩინოსნის მხრიდან მიმდინარე სასახლის სამართლის საქმეზე განცხადებები, თავი რომ დავანებოთ იმას კლანის არსებობა არ არსებობა დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ, უდანაშაულობის პრეზუმპცია ახსენეთ ხომ შეიძლება თუ არა განვიხილოთ ჩარევად ან პირდაპირ მოწოდებად პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან რომ კონკრეტული განჩენი უნდა დადგეს, რომელზეც უკვე არის საუბარი. სწორედ მე მიხვედით იმ თავის საკითხთან. ნორმალურ ქვეყანაში, მისი ნორმალურ ქვეყანაში მათი საჯარო ტიპის ამგვარი მოწოდებები რას საკვირველია? უდანაშაულობის პრეზუმპციის გარღვევის გარდა ჩაითვლება სწორედ იმის მიმანიშნებლად, რომ ეს შესაძლოა განხილულ იქნას სასამართლოზე ზეწოლის იარაღად. მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ამ ქვეყანაში ისეთი ბრიყვი არავინ არ აქვს სამართალ წარმოების პროცესში, ვისაც უჯერავს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების ორგანოები და კონკრეტული მოსამართლეები მხოლოდ მათ საჯარო განცხადებებს ელოდებიან, ასე არ არის, დარწმუნებული მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, არ სჭირდება ტრიბუნიდან მითითება. ჩვენ შემთხვევაში მათი საჯარო განცხადებები, რაზეც მე ვისაუბრე, ემსახურება კიდევ დამატებით მიზანს, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. თორემ მოსამართლეებმა იციან რა უნდა გააკეთონ. მათ ტელეეთერით ანაწილებენ დავალებებს, მათ იციან თავიანთი დავალება. ეს განცხადებები ემსახურება სწორედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, სწორედ იმას, რომ შემდეგ ეს სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, საზოგადოებრივი აზრი მომზადებული ყავდეთ ხელისუფლების სპიკერებს, აი ამ უკანონო გადაწყვეტილების ასე ვთქვათ დასაცეტრებლად. ამიტომ ამ მდგომარეობა გაცილებით რთულია, მძიმეა და აი ამასაც ემსახურება მათი განცხადებები და დარწმუნებთ აქ რომ სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში ვერც ერთი ხელისუფლების თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა მსგავსი განცხადებების გაკეთებას, იმიტომ რომ წავიდოდით სასამართლოში და მოვილებდით. ვინაიდან მათ იციან რომ არ არსებობს სასამართლო, ჩვენი დროის, ძვირფასი დროის დაკარგვა არ მინდა მათ სასამართლოში სიარულით და ამიტომ ველოდებით ხოლმე იმ დროს, ვიდრე მივალთ სტრასბურგამდე. მათ ეს იციან, არ არის სასამართლო, არ არის შემაკავებელი არც ერთი გარემოება ფაქტორი, ამიტომ ტელეეთერში დაჯდებიან და მოყვებიან ნებისმიერ სიყალბეს და სიცრუეს, რაც გაუხარდებათ. და 28-ში ახლა შემდეგი სასამართლოს ხდომა არის და ირაკლი გეგუაძე წინაზე არ გამოგიხო. ახლა რა მოლოდინები გაქვთ თუ შეიძლება რომ ვთქვათ? ჩვენ არ ვიცით, როდის წარმოადგენს მას ბრალდება, იმიტომ რომ ეს ბრალდების პრეროგატივაა, მათი მოწმეების წარმოქმნა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ბატონ გეგუაძეს პროცესზე მოსვლა. არ ვიცი ეს იქნება 28 მიმდინარე 28 მაისს თუ 28 აპრილს თუ შემდეგ მაისის თვეში დანიშნულ ხდომებზე. მაგრამ ნახოთ, მაგრამ უახლოეს პროცესზე მას მოუწევს გამოცხადება დიახ და ჩვენ კითხვებზე პასუხის გაცემას მოუწევს. დირჩებთ დაესწროთ ამ პროცესს, როცა იქნება მისი გამოკითხვა. თუ გვეცოდინება წინასწარ? გვეცოდინება შეგახსოვთ. აი, კადრებს გადავიღეთ. კადრებს გადავიღეთ, შეიძლება. კი ბატონო, კიდე ერთსაც დავაზუსტებ პარალელურად თუ ხელს არ შეგიშლით. სტრასბურგის საქმეზე ამბობთ, რომ დარღვევები ემატება და ამიტომ რაღაცა ვერ მოხერხდა გაგზავნეთ. თუმცა კონკრეტული მუხლები რის ფარგლებშიც მოიეზრება? მუხლის ფარგლებში ვიდავებთ მე-5, მე-6, მე-8, მე-10, მე-11, მე-18 და თითოეული შინაარსობრივად რა. პატიმრობასთან დაკავშირებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, ეს მე-18 მუხლი, რომელიც ბრძანეთ, რომ სხვა მოტივებია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არაერთი მე-5 და მე-6 მუხლის არაერთი ასპექტია უკვე დარღვეული, ამიტომ ძალიან ბევრი ვრცელი და დეტალური საჩივარი იქნება. უბრალოდ სტრასბურგში ასე დაავასტრუქტურირებთ, არაერთი საჩივარი წავა, რაღაცა ნაწილში, სადაც ამოვწურებთ, თქვათ, სამართლებრივი მექანიზმები, ნაწილ წავა ნაწილი დარღვევების კუთხით, შემდეგ დაემატება სხვა და ასე ვივიდით, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება სამართალ წარმოება. ეხლა პრინციპში საჩივარი წავა პატიმრობის ნაწილში და იმ ნაწილში სასამართლომ ყველა ჩვენი მტკიცებულება რომ ამოყარა საქმიდან. უფრო გასაგებად აღკვეთის ღონისძიების აღკვეთის ღონისძიების ეს გახარჯებებული და დაუსაბუთებელი პატიმრობის ნაწილში, უკანონო პატიმრობის ნაწილში, სამართლიანი სასამართლოს ნაწილშიც და მათ შორის მტკიცებულებები რომ ამოყარა სასამართლომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება ამ საქმიდან.